Formula 1-ის ახალი სეზონი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პადოკის ისტორიებზე ძველი რბოლებიდან საინტერესო ამბების გახსენების დრო მოვიდა და რადგან ჩემპიონატმა სტარტი ავსტრალიაში აიღო, ჩვენ გავიხსენოთ 1996 წლის ავსტრალიის გრან-პრი, როცა მელბურნის ალბერტ პარკზე პირველად გაიმართა რბოლა და შემდეგში ამ რბოლამ თავისი საინტერესო კვალი დატოვა Formula 1-ის ისტორიაში. Ამ წელს პირველად მოხდა, რომ ავსტრალიის გრან-პრიმ გახსნა ჩემპიონატი. მანამდე როგორც წესი სეზონი ბრაზილიაში ან სამხრეთ აფრიკაში იწყებოდა, ხოლო ავსტრალიის ეტაპი ადელაიდის გრან-პრით ხურავდა ჩემპიონატს. პირველად სტარტის პროცედურაში აქ გამოიყენეს 5 წითელი შუქნიშანი. ამ წესის დანერგვამდე სტარტის ნიშანს მწვანე შუქი იძლეოდა დაახლოებით ისე, როგორც ეს 1994 წლის ბრაზილიის გრან-პრის სტარტის მაგალითზეა ნაჩვენები. მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი გრან-პრი ჩაატარა ფერარის ბოლიდით, დანარჩენი კი როგორც იტყვიან, უკვე ისტორიაა. პირველად Formula 1-ში სავალდებულო გახდა ბოლიდზე პილოტის თავის დამცავი კონსტრუქციის გამოყენება. დროის სიმცირის გამო გუნდების უმრავლესობამ ბოლიდების ფუნდამენტური გადაკეთება ვეღარ მოასწრო და ეს კონსტრუქცია პირდაპირ დააწევა კოკპიტზე. რამაც ვიზუალზე და აეროდინამიკაზე ბუნებრივია ძალიან უარყოფითად იმოქმედა. თუმცა თავის დამცავი კონსტრუქციის ეფექტურობა რბოლის პირველივე წრეზე გამოჩნდა, როცა მარტინ ბრანდლი საშინელ ავარიაში მოყვა. მაგრამ უვნებლად გადარჩა და განმეორებით სტარტზე სათადარიგო ბოლიდით გავიდა. 1996 წლის ავსტრალიის გრან-პრი იყო პირველი რბოლა ჟაკ ვილნევის კარიერაში. კანადელმა კვალიფიკაცია მოიგო, რბოლასაც დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ ძრავზე შექმნილი პრობლემების გამო იძულებული იყო პირველი ადგილი თანაგუნდელი დეიმონ ჰილისთვის დაეთმო, რომლის ბოლიდი და თვითონ ჰილიც მთლიანად დასვლილი იყო ჟაკ ვილნევის ძრავიდან დაღვრილ ზეთში. თუ მოგეწონათ ჩემი მაისური, აირტონ სენას გამოსახულებით, პირველ კომენტარზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და შეამოწმოთ თქვენი ზომა თუ არის კიდევ დარჩენილი და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ჩვენი არქივის გამოწერა, დაფოლოვება, ეს პადოკის ისტორიებია და ჩვენ საუბრობთ Formula 1-ის შესახებ დროებით.